მეგობრებო, სალამი. ჩემს უკან არის მწვერვალი ჭანჭახი. ხმა გესმით, ხო? ეს შოვის კლდეზვავია, ისევ ცოცხალია. ეს არის 27 სექტემბერი, ბგევარ 3800-ზე. ვიკვლევთ შოვის კლდეზვავის მოვლენას, ამ პროცესს. მასშტაბები წარმოუდგენლად დიდია. გავჩუნდები და გაიგებთ. ეს ჩამოვიდა მთელი მასა, კლდეზვავის ნაწილი დაეცა. როგორც ჩანს, ძალიან დიდი ნაწილი გადაგორდა. იქით ნაწილი წავიდა და აქეთ ნაწილი. ჩანს მუდმივი მზრალობის და სხვადასხვა ფორმაციის ქანებს კონტაქტში შორის სველი ადგილები, ისევ სველია. ანუ ეს არის მუდმივი მზრალობის გალღობის ადგილები. და ეს მასა მერე მყინვარი წავიდა და აი ქვემოთ შოვსაც ვხედავთ. აი ჩემს შოვი სადამდე ჩავიდა. დავითხო რა მასშტაბებზე ავაყარეთ. იქით გლოვა. აი ესეთი მასშტაბები, ანუ წარმოიდგინეთ, შენი ეს მასა წდება, ეს მასა წდება და გზაში ისეთ რაღაცებს აკეთებს, რომ აი იქამდე დაფქვილი ღვარცოფის სახით ჩადის. ეს ბუნებისთვის ჩვეულებრივი ამბავია. კარგად ხედავთ ხო, როგორ არის ტექტონიკური რღვევები, სულ დანაპრალიანებული, ანუ არ არსებობს ერთი ქედი, სადაც არ იყოს. აი სულ ნაპრალები, ეს ნიშნავს, რომ სიღრმეს ჩადის ნაპრალები და ამ ადგილას ყოველთვის მაღალი გამოფიტვა, ამ ადგილას ყინული ჭედავს, მერე რო ღვება ყინული დათბობის გამო ის ადგილები თავისუფლდება, მერე მუდმივი მზრალობა ღვება და აი ესე იწყებს შლას და აი ნელ-ნელა კიდე მიკროდანაპრალიანება, მეორადი დანაპრალიანება, რომელიც უკვე კლდეზვავებს წარმოშობს. აი საფეხურები რო არის, აი ეს კიბესავით. აი ეს არის სწორედ აი მთელ გრძივზე კავკასიონის გასწვრივ ესე საფეხურებად არის ეს გრძელი ნაპრალები. აქაც რო გაიხედო, აი აქაც საფეხურები. ესეც საფეხურია, ესეც საფეხურია, ესეც საფეხურია. სხვა შორის ჭანჭახი, ულამაზესი მწვერვალი. როგორი მშვიდია აქ. 3800-ზე ამოვედით. და გიორგი გომიაშვილი, რომელიც ახლა ბრწყინვალე ვიდეოებს იღებს და მე საზოგადოებას გავაცნობთ, როცა ამის დრო მოვა. გუშბას კონტრფოსივით კი არის. აბა დროებით და გიბრუნდებთ.